თხევადი გაზი ბოლო ერთ კვირაში კიდევ 5 თეთრით გაძვირდა. ჯამში მარტიდან LPG საწვავი 20-25 თეთრით არის გაძვირებული. მოსალოდნელია, რომ ზაფხულის განმავლობაში ფასების ზრდა გაგრძელდება. სექტორის წარმომადგენლები მიზეზად კომპლექსურ ფაქტორებს ასახელებენ. მათ შორისაა სეზონური ფაქტორი და მოთხოვნის ზრდა. როგორც დარგში განმარტავენ, მაისიდან სექტემბრის ბოლომდე აქტიური საკურორტო სეზონისა და მობილობის ზრდის გამო თხევადი გაზის მოხმარება და მოთხოვნა დაახლოებით 25-30%-ით იზრდება. მაისის თვიდან დაწყებული უკვე სექტემბრის ბოლომდე 20-25 რიცხვამდე ინტენსიური მიმოქცევა არის ადამიანების გადაადგილება და შესაბამისად უფრო მეტ საწვავს მოიხმარენ. ეს იქნება დამატებითი წნეხი ფასზე. რასაკვირველია, გარდა მაგისა არის, რომ რუსეთის ფედერაციაში თხევადი გაზის დეფიციტური პროდუქტი არის ახლა. გაზრდილ მოთხოვნას რუსეთის ბაზარზე შექმნილი თხევადი გაზის დეფიციტიც ემატება. რუსეთი საქართველოსთვის ამ ეტაპზე LPG საწვავის ერთადერთი საიმპორტო ბაზარია. რუსეთ-უკრაინის ომი და საწვავის გადამამუშავებელი ქარხნების დაზიანება მიწოდების დეფიციტს ქმნის. ალტერნატივის არარსებობა კი მიწოდების რისკებს ზრდის. ფასზე გავლენას ახდენს რუსეთის მიერ დაწესებული საექსპორტო ბაჟიც, რომელიც ტონაზე დაახლოებით $130 შეადგენს. ფასების და განაპირობების პირველ რიგში ბოლო 2 თვეა საექსპორტო გადასახადი დაწესდა ტონაზე $130 ფარგლებში. გვეცოდინება 20 ივნისის შემდეგ ხომ არა იწევს კიდე, ყოფილა რომ ამაზე მეტიც ყოფილა. მეორე ვალუტის კურსი მყარი რუბლი განაპირობებს ფასების ზრდას. ზოგადად ეხლა სხვა ფასებიც, რა ვიცი ეხლა ფასებზე რაც ხდება ეხლა ქვეყანაში ბოლოს ცოტა ხელფასების გაზრდაც მოგვიწია. ლარი და 50, ლარი და 55-ის ფარგლებშია და ველოდები პირადად მე ლარი და 70-მდე გაძვირებას. ალტერნატივა არის მხოლოდ ყაზახეთი, რომელსაც თვითონაც რომელიც აწარმოებს თხევადი გაზს, მაგრამ ყაზახეთის არ აქვს იმხელა ექსპორტი, რომ საქართველოს დააკმაყოფილოს. ზღვით შემოტანის ინფრასტრუქტურა კიდევ ჩვენ არ გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ მთლიანად დამოკიდებული ვართ თხევადი გაზის კუთხით რუსეთის ფედერაციაზე. ფასების ზრდაზე მოქმედებს ადგილობრივი ფაქტორებიც. თხევადი გაზის სადგურებისთვის თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაკისრებული ჯარიმების გამო რამდენიმე ათეული სადგური უკვე დაიხურა. ნაწილი კი დამატებითი ჯარიმების საფრთხის წინაშე განაგრძობს ფუნქციონირებას. სექტორის წარმომადგენელთა ნაწილმა ჯარიმები მერიაშივე გაასაჩივრა, ნაწილმა კი სასამართლოს მიმართა. თუმცა ჯერჯერობით საკითხზე გადაწყვეტილება არც მერიას მიუღია და არც სასამართლო განხილვები ჩანიშნულა. შეთანხმება არანაირი არ გვაქვს, რომ რაც შეეხება შეთანხმებას. სადგურების დიდი რაოდენობა არ არის ჯერჯერობით დახურული, არის დაახლოებით ალბათ 10% დახურული. ახლა ჯერჯერობით ჯარიმების განხილვა არის მერიის იურიდიულ სამსახურში. იმიტომ რომ ეს ჯარიმები, რომელიც გამოიწერა, ჩვენი მოსაზრებით ეს ჯარიმები არ შეესაბამება კანონის ნორმებს. და ამიტომაც არის განხილული და გასაჩივრებული. გასაჩივრებულია სასამართლოში და განხილვა ჯერჯერობით არ არის დანიშნული. ზოგი მერიაში ასაჩივრებს, ზოგი პირდაპირ სასამართლოში, ორივე გზით შეიძლება. ყველა არის რისკის ქვეშ რა და დაჯარიმება როცა ხდება, იურისტები ასაჩივრებენ და ამ ფორმით ვაგრძელებს. განმეორებითი აქვს დაწერილი 15,000 ლარიანები. მუნიციპალური ინსპექცია კი განმარტავს, რომ გატარებული ზომები დედაქალაქში საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონებში უნებართვოდ მოწყობილ თხევადი გაზის რეალიზაციის ობიექტებსა და ავტომანქანებზე კუსტარულად განთავსებულ სადგურებს ეხება, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით უნებართვოდ ახორციელებდნენ საქმიანობას. საკითხი ეხება წესების დარღვევით ადვილად დაალებადი და ფეთქებადი მასალების განთავსება რეალიზებას, რომელთან დაკავშირებული კანონით ძალაში წელს შევიდა. თუმცა დარგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი თხევად გაზზე არ უნდა გავრცელდეს. ეს წესი და ეს კანონი თავის შინაარსის მიხედვით არ მოიცავს თხევად გაზს. თხევადი გაზი არის საწვავი, არის სხვა რომ არის საწვავი. ეს არ არის ფეთქებადი ნივთიერება, ფეთქებადი ნივთიერება არის შესაბამისი კლასიფიკაციით განსაზღვრული ნივთიერებები. არც ადვილად დაალებადია. თხევადი გაზის რეალიზაციის, განთავსების რეალიზაციის და
წესები არის გაწერილი საქართველოს კანონმდებლობით. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან და რეალიზაცია თბილისის სხვადასხვა ზონაში 2026 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული წესი სექტემბრიდან მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება და რეგიონებში განთავსებულ თხევადი გაზის სადგურებსაც შეეხება. ასეთი ობიექტების იმ ადგილებში განთავსების შემთხვევაში, რომლებიც მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ განსაზღვრული არ არის, ფიზიკური პირები 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 5000 ლარით დაჯარიმდებიან.